გამარჯობა, გიორგი ხალათაშვილი არის დღეს ჩვენთან ერთად, ჯარისკაცი. თადარიგში კი არის გასული, მაგრამ ჯარისკაცია, ეს მსახურობდა არაერთი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და არამხოლოდ გულშემატკივარია და არამხოლოდ თადარიგში გასული, არამედ ცდილობს თავის გამოცდილება დღესაც ბევრს გაუზიაროს. და ეს დაამმნიშვნელოვანია. და მე მინდა გიორგი კითხო და დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმაზე, რა გახსოვს, როგორი გახსოვს შენ, როცა იწყებდი ქართული ჯარი, მარტო და როგორი გახსოვს, როდესაც მაგალითად აი ერთად მოკავშირეებთან ერთად დაიწყო რაღაცა ახალის ჩამოყალიბება. გამარჯობა, ყოფილი არ არსებობს მართალითი, მართლა არა ვართ ყოფილები, ან ხარ ჯარისკაცი ან არა. ამაზე ყველა ნამდვილი ჯარისკაცი თავდება. ჩემი შეხედულება და ჩემი ის რაც გამოცდილება რაც არის 2003 წელს როდესაც სამსახური დავიწყე, ეს იყო პერიოდი, როდესაც 83 კაციან ბატალიონში ვიყავთ 83 კაცი, ჰქონდა 3 წვილი ფორმა. დიდი, პატარა და საშუალო, რომელიც შეგულებითაც უნდა ჩაგეცვალა და წასულიყო. მე მოხდა ცვლილებები, ეს რაღაც პოლიტიკური ცვლილებები, ვარდების რევოლუცია, რაღაც რეორგანიზაცია, გადაადგილება, რომელიც მე ნორმალურად მართლა სტრუქტურას დავემგვანეთ, რაღაცა სტრუქტურის სახე მიეცა, დავემგვანეთ დანაყოფებს. გასაგებია რომ ეს არ იყო ქართული და არ იყო რაღაც ის რა ტრადიცია ფიზიკურად არ ქონდა ამ ყველაფრის. ვიქეცით ადამიანებად, თავი ვიგრძენით კონკრეტულად ადამიანებად, რომ მარტო ჯარისკაცები და რაღაცა ფორმიანი ჯოხები კი არ ვიყავით, რომელიც ძალებას ასრულებდნენ. არა, ეს იყო განათლებაზე, წვრთნაზე და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული სისტემა, სადაც ღირსება იყო მთავარი. როგორც შენი პიროვნული, ისე დანაყოფის და ისე იმ დროშის, რომელსაც მხარზე ვატარებდით. იმას რაც შეეხება თუ რა გამოცდილება და რა მხელა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სწავლებებს, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ აი ელემენტარულად სულოდ დაჯდე და სხვა დანაყოფი, სხვა ქვეყნის დანაყოფებთან უბრალოდ გაისაუბრო თუნდაც ამ თემაზე, არაფერ საერთო სწავლებაში იყო ჩართული. უკვე იმათი გამოცდილების დანახვა, საბრძოლო სიტუაციის, სასწავლო სიტუაციის იმათი მხრიდან დანახვა, შენსა შედარება და ამ ყველაფრის შეჯერება გაძლევს ძალიან მაგარ შედეგს იმისთვის, რომ აი შენ შემდეგ ვინც არის რა, ვისაც უნდა აუხსნას ყველაფერი, ვინც შენ შემდეგ მოვა, იმას ხდება ძალიან მაგარი ბაზა იმისთვის, რომ როგორც ჯარისკაცი განვითარება დაიწყოს იმ დონიდან, სადაც უკვე შენ ხარ. შეიძლება ფიზიკურ მომზადებაში რაღაცა ჯოგნინდა, იმიტომ რომ კარანტინში 2 დღის მოსულია, მაგრამ ცოდნის მხრივ უკვე პირდაპირ შენ დონიდან იწყებს, ანუ იმ საფეხურებს რაც შენ გაიარე, იწვალე ოფრი დაღვარე, მეგობრებთან ერთად იყო ტალახში, იყავი ფორმა დახიე თუ რა ვიცი, როგორც ჭირდება საქმეს ისე მოიქეცი, ამ ყველაფერს ხედავ ახალ თაობას. ძალიან მაგრად იმუშავა ქართულ ჯარზე ერაყისთვის მომზადების მისიებმა, რეალურად ეს მისიები არ იყო მარტო სამშვიდობო მისიების მომზადება, ეს იყო დანაყოფების შეკვრა ათეული ჯგუფის დონიდან, 4 კაციანი ჯგუფის დონიდან დაწყებული ათეული, 20-ული, 100. ხო შეიძლება გაიხსენო, აი მან ბოდიში გაწყვეტინებ, აი პირველი რეაქცია რა გქონდა, როდესაც აი უცხოელ ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად მოგიწია რაღაცის გაკეთება. აი პირველი შთაბეჭდილება რა იყო? პირველი შთაბეჭდილება იყო, ვაუ, ესეთი რაღაცა შეიძლება რომ არსებობდეს. ანუ არის სისტემა, სადაც ყველა ჭანჭის აქვს თავისი როლი, რომელიც გქონავს ერთ დიდ მექანიზმს. მნიშვნელობა არ აქვს რა მექანიზმი იქნება, მთავარია რომ საქმე კეთდება ხუთიანზე. და მე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ვა და სხვაზე გაუცება არაფერ შუა შენერ და არანაკლები და გაცილებით უკეთესადაც შეგვიძლია ამ ყველაფერს გაკეთება. იმიტომ რომ სისტემაში ჩავჯდით, იმიტომ რომ საკუთარი თავის ფასი გავიგეთ, საკუთარი დანიშნულება მივხვდით, რა უნდა გავიკეთებინა და იმათი გამოცდილების და გადმოღებით და უკვე ჩვენს რეალობაზე მორგებით, მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. ელემენტარულად რომ მოვიღოთ, შეიძლება სული მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ 2008 წლის ომში ყველაზე ცოტა დანაკარგი ყავდა მესამე ბრიგადა. ბრიგადა, რომელიც მთლიანად იყო გადამზადებული ნატოსთან და ამერიკელებთან. არ ქონდა არც არავითარ ნაკლები საბრძოლო სიტუაციები, არც სხვაზე ნაკლებად გამოუჩენიათ ბიჭებს თავი, ვინც იქ იყო და ვინც მესამე ბრიგადიდან საბრძოლო დავალებას ასრულებდა, მაგრამ ყველაზე მცირე დანაკარგი ყავდა იმის გამო, რომ გამძლე იყო ხალხში მოქმედების ალგორითმები, რაც უნდა გააკეთო, რობოტულ მეხსიერებამდე მიდიხარ, კუნთის მეხსიერებას რაც ეძახიან, მაგით აკეთებდა ხალხი იმას, რომ ცეცხლის გახსნაზე არ ჭირდებოდა არავის ყვირილი, რომ აი დაწექი, გადახოხდი რაღაცა, ყველა აკეთებდა ამას ავტომატურად. ეს ყველაფერი მოვიდა იქიდან, რომ ნახეთ სხვების გამოცდილება, შევადარეთ ჩვენსას
იყო მომდევნებული ხალხი, ვინც ამ ყველაფერს წერდა, აჯერებდა, მე ჩვენამდე მოქონდა მეტნაკლებად ვცდილობთ რა გვეთისებინა. ანალოგიურ ხდებოდა საავღანეთო სწავლებელს. ავღანეთ მოვლილი დანაყოფები ყოველთვის უფრო თავდაჯერებული იყვნენ სწავლებაზეც, რა ვიცი, რაღაც სიტუაციებში, თუნდაც იგივე დანაყოფი, რომელიც უკან ბრუნდებოდა ავღანეთში, გაცილებით უკეთეს შედეგებს დებდა, ვიდრე ახალ წარსულში. გაცილებით უკეთესად რეაგირებდა საფრთხეზე, გაცილებით სწრაფი და სწორი რეაქცია ჰქონდა საფრთხე იყო თუ რაიმე სიტუაცია იყო, სადაც შეიძლება საფრთხე წარმოქმნილიყო. და ამ ყველაფერს იმდენად სწრაფად აკეთებდნენ, რომ არაფერთან ჩამოვარდებოდით იმ სხვებს, ვიზეს თავიდან დანახვდა, თუმცა არა მაგრები არის. აღმოჩნდა რომ ჩვენც მაგრები ვართ. ჭანჭიკი აღნიშნე და აი იგივე ერაყში და იგივე ავღანეთში თქვენ როგორც აი ერთი რგოლი ანუ საქართველოს ჯარისკაცი, საქართველოსდან წასული ჯარისკაცები, საქართველოს ქართული ჯარისკაცები, ასე ვთქვათ, იყავით თუ არა ერთი რგოლი იმ რაღაცა საერთო ჯაჭვისა, რომელიც იქ იყო. და ამას რამდენად ათვიცნობია, რამდენად ჩანდა, რომ ეს მართლა შესიზღვრებული იყო დაუშვათ ეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი ქვეყნის ჯარისკაცებიც იყვნენ. ერაყში ჩემი ყოფნით დროს მაგალითად ირანის საზღვარზე მომიწია ყოფნა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩაბარებული ჰქონდა ქართულს. მე ვიყავი მაშინ. იმიტომ რომ ჩვენი ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ვიყავით სანდო პარტნიორი. ანუ არ ვიყავით ვიღაცა რა შემთხვევით მოსული ტიპები, რომლებიც უბრალოდ ჰამერებით დარბოდნენ უდაბნოში. არა, ვიყავით ხალხი, ვინც ამ საქმეს აკეთებდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ყველაზე რთული მიმართულება ირან-ერაყის საზღვარი მთლიანად ქართულ დანაყოფებს გვებარა და ჩვენი ყოფნის განმავლობაში ინციდენტი არ ყოფილა, რომელიც დამთავრდა ისე, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო. კი, იყო რაღაცა შემთხვევები, артиლერიის როლაც იყო, ტყვიაც იყო, აიდი და ხელნაკეთი ასაკეთებელი მოწყობილობაც, მაგრამ ამ ყველაფერზე რეაგირებამ ჩვენთან ერთად იქ უყოფ ჩვენ ხარდამხარყოფით და მოწინააღმდეგეც იმაში დაარწმუნა, რომ არ გინდა ჩვენთან ერთად თამაში. ყველაფერზე მიიღეს ადეკვატური პასუხი და ისეთი პასუხი, როგორც უნდა გაგვეცა. ჩვენ ვსაუბრობთ ვასიტის პროვინციაზე, დაახლოებით 1 მილიონი მოსახლეობით, რომელსაც სრულად, ასე ვთქვათ, სრული პასუხისმგებლობა ამ რაიონზე ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების თქვენს ქვედანაყოფს. გზების კონტროლი, ჩვენი იყო პროვინციის კონტროლი, საზღვრის კონტროლი და ზოგადად უსაფრთხოების კონტროლი რეგიონში. ჩასვლიდან სადღაც თვენახევარში სრული კონტროლი ჰქონდა უკვე და აღარ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც დაუშვათ მანამდე ხდებოდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. აი, რო გადავთვალოთ ვასიტის პროვინციიდან უკან მაგალითად 10-15 წელი, აი სადაც დამარცხების პერიოდი რაც იყო, დემორალიზაცია და ის დრო რო ავიღოთ მთლიანად, რამდენად სწრაფად შეიცვალა მე ყველაფერი თქვენთვის. ჯარის წარმოვიდით მაშინ ჩაბნელებული საქართველოს, დაკარგული ტერიტორიები, ყველა ჯარისკაცი იყო გვარდიელი და გვარდიელიც უციტყვად ითვლებოდა და აი ამ ყველაფრის განვითარება როგორ მოვიდა და როგორ მივედით პრინციპში მithomde სადაც მივედით. მაგის განვითარება წინაზე ყავდა გურამჭონქაძე ჩემი მეგობარი ერთადაც მიმსახურია და თქვა რომ შევარდნოთ თუ რამე არ უნდა დავუყაროთ ეს არის რომ საკონტრაქტო დაიწყო პირველად მაგის დროს საქართველოში. 2004 წლის მოვლენა, რომელსაც ბევრი დღესაც სწავლება დაიყავს ან საერთოდ საქართველოში აბსოლუტურ მომრგვალებამ არ იცის რა მოხდა. გააჩინა იმის შეგრძნება, რომ კი 90-იანებში ყველაფერი წავაგეთ ის დაგება შეგვიძლია. მაგრამ შეგვიძლია. შეხედე, მოვინდომეთ და გავაკეთეთ რა ის სიმაღლეები რაც გვჭირდებოდა ავიღეთ. ესე კი არ ავიღეთ რომ ვიღაცას სიტყვით მოუგვარეთ ან სიტყვით ველაპარაკეთ. არა, ჩვენი ძალით ავიღეთ. ამან გააჩინა საკუთარი თავდაჯერების გზნობა. ამას დაემატა პლუს მისიები, სადაც იდეალურად 100%-ზე ვასრულებით საკუთარ დავალებებს და ამან გააჩინა იმის გზნობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ზუსტად ანალოგიური გზნობა იყო 2008 წლის აგვისტომდე. რატომღაც შემდეგ არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მოხდა. შემდგომებმა არ მიაქციეს ამას ყურადღება თვითონ ადამიანებში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ვაიდე და დათვი და ვაი ბაბაია დათვი. ანუ დამარცხებული სინდრომი მოყვება სამწუხაროდ დღემდე რა. და ამის გაღვივებას რაღაცა მიზეზების გამო დღემდე აწვევიან. არ შეიძლება მეთაური ჯარისკაცი ეუბნებოდეს, რომ ბიჭო რუსთან ომს წავაგებ და რა გინდა. ჩემი პირადი შეხედულებით მასი რაღაცა დასჯარი უნდა იყოს. იმას ვერ ვიტყვი, რომ სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გავიყვანოთ, თუმცა ვემხრობი იმას, რომ ბევრ შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალი ესაჭირო. მაგრამ მეთაური, რომელიც ჯარისკაცი ეუბნება და ზოგადად ფორმიანი, რომელიც ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს ამ ბრძოლა არ ღირს, იმას ფორმა არ უნდა ეწოს. იმიტომ რომ ის ფორმა ჩემამდე და ჩემს შემდეგ თაობამდე, რომელსაც მე ჩემი შვილიც დარწმუნებულად ჩაიცვამს, მოიტანა ხალხმა, ვინც დროშად ფეხი არ დააბიჭა, ვინც ტყვეობაში ჩავარდნას
არჩია რომ თავი აიფეთქებინა. ვინც ხებს უთხრა რომ ბიჭებო გადით დაგფარავ და თვითონ იქ დარჩა. ჩემთვის ეს დროშა და ეს ფორმა აქამდე მოიტანეს თუთისანმა, ტატუაშვილმა, ეფაძე, ანწუხელიძე, ბიჭებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწევეს. ჩვენი ერთ კიდევ დიდი უბედურება ისა რომ ქუჩაში რომ გააჩერო 100 ადამიანი, ეროვნებით ქართველი, არ ვამბობ საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ ბევრს მაგაზე გართულება. საქართველოში ცხოვრები ადამიანი, რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა და კითხო რა იცის 2000 წლის შესახებ. ყველა გეტყვის შინგისის შესახებ და ყველა გეტყვის ანწუხელიძის შესახებ. კი, მაგარი ბიჭები იყვნენ, ჩემი თავიდან ვთვალოთ, ბევრს პირადადაც ვიცნობ და ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ 169 დაღუპული მებრძოლიდან მაქსიმუმ გითხრან ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც პირადად იცნობდნენ. მაგალითად, არავინაირ ვინ იყო ზურა ეფაძე, ვინ იყო გიორგი ტატუაშვილი. და ეგ ჩვენი უბედურებაა რა. აი მაიო ჭედიაზეც კი მარტო ჯარისკაცები მოგიყვებიან, იმიტომ რომ აი ლეგენდად არის დარჩენილი, რომ აი თავური რომელსაც გამოსვლა შეეძლო, დარჩა და თავის ჯარისკაცების გვერდით დაიღო. აი ჩვენი პრობლემა არის ინფორმაციის მიუწოდებლობა, რომ იმ ხალხმა, ვინც ამ ბიჭების ნაცვლად ფორმა და ხარზე ნატარები დროშა უნდა ატაროს მხრით, არ იცის ეს სახელები და გვარი. მაქსიმუმ შეხვიდა ყაზარმაში, სადაც ეს ბიჭები ცხოვრობდნენ და იმათი სახელი და გვარი დაგვიწყდეს გამოყოფილი რა. აი გლდანში არის ზურა ეფაძის ქუჩა. ჩემს გვერდით მსახურობდა ეს ბიჭი, მეგობრობდი და ამ ბიჭის ქუჩა რო გაიხსნა, ერთ-ერთმა მასწავლებელმა ეკითხა, რომ ვინაო ეს ზურა ეფაძე, აი რატო გამიხსნეს? დამსაუბრა შეესწრო ადამიანი, ვინც მოკლა ის მოწინააღმდეგე, რომელმაც ეფაძეს კვირა ესვა. და მოვიდათ კონფლიქტი და ხელით შეეხნენ ერთმანეთს იმის გამო, რომ ფიზიკურად არ იცოდა იმ ტიპმა და უბრალოდ იკითხა, რომ ვინაო ვიღაცა ზურა ეფაძე, რატო უნდა ვიცხოვრო ამის ქუჩაზე. ანუ არ აქვს რა მაგისი ინფორმაციული ვაკუუმში არიან მოხვედრილები. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ეს შეეხება, ვისაც აინტერესებს სამხედრო საქმე, თვით გადარჩენა ეს რაღაცები და ფიზიკურად არ იციან, იმიტომ რომ არ გვექვს ინტერნეტში ახლა. თუ კონკრეტულად არ დაგუგლე აი ადამიანის შესახებ ინფორმაცია, მისი ბიოგრაფია არ მოიძიე, ვერ ნახავ. და ვთქვი, რომ კი, ჩემი თავი ენაცვალოთ, გმირები იყვნენ და მართლა სათაყვანო ხალხია ის. შინგისელებიც, ანწუხელიძეც, ონიანიც, მაგრამ დანარჩენებიც იყვნენ. ამათ შესახებაც უნდა იყოს ინფორმაცია, ამათ შესახებაც უნდა ლაპარაკობდეს ვიღაც. უნდა საუბრობდეს ნამდვილად და სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ 2008-ის, ან 2004-ის. მანამდელი სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს ფაქტები, როდესაც კედლიდან ჩამოხსნეს დაღუპულების სურათები და სანაგვეზე მოისროლეს, ხო? ანუ გვახსოვს ეს ამბავი. გიორგი, მინდა გითხო ესეთი რაღაცა. დარწმუნება საკუთარ თავში, ჯარისკაცის დარწმუნება საკუთარ თავში აი იმ ადრეულიდან დღემდე, აი თუნდაც 2008-მდე, ხო? რამ მოიტანა, რომ ეს შესაძლებლობა, ეს მეტი რაღაცა თვითდაჯერებულობა როგორ აღმოცენდა ამ ადამიანების გულებში? სხვებზე ვერ ვიტყვი, ჩემს მაგალითზე ვიტყვი ისევ, თუნდაც იმით, რომ ხედავდი რის გაკეთება მევალებოდა და ამას რომ ვაკეთებდი. მაგრამ როგორ არის ველოსიპედის დაებაზე გავს რა გადაატრიალე ერთხელ პედალი, თავიდან დაჟონის გეშინია ველოსიპედზე ყველა ვარჯიში. გადაატრიალე პედალი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ნახე შემიძლია, ნახე უფრო სიჩქარის მომატება შემიძლია, მე რაღაც ტრიუმფი ჩატარება შემიძლია. ანალოგიურია ეს საქმეც რა. აკეთებ პატარას, მე კიდე პატარას და ეს ამხედა მექანიზმს რო დაკოქავს. ხდები რომ განამარტო უბრალოდ მექანიზმის პატარა რაღაცა ნაწილი ხარ. მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. შეიძლება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და საკუთარ თავში გიждდება იმის თავდაჯერება, რომ აი ერთხელ სწავლება და რაღაც დამავალეს გავაკეთე. მისიაში ვიყავი რაღაცა დამავალეს გავაკეთე. აი უცხოელთან ერთად რომელზეც ფილმები მაქვს ნანახი, რომლის ქვეყნის არმიაზეც ფილმები მაქვს ნანახი. სწავლებაზე ვიყავი და ბიჭო იმას კი განა ჩამოუვარდები რა ვაჯობე. აი რეალურად ობიექტურად ვაჯობე რა. არა იმის გამო რომ მითხრეს რომ გუჯაბ და გუდგარი. არა, რეალურად ვაჯობე. მე ხო ვიცი ჩემი შესაძლებლობა, შევხედე იმ შესაძლებლობას. ანუ შემიძლია. მე ამ ყველაფერს უკვე 10 და 20 კაცი ვაკეთებს ერთად, ხო? და 10 და 20 კაცს აი სხვა 10 და 20 კაცს რო აჯობა და დაანახა რომ შემიძლია და არც საბრძოლო სიტუაცია შეუშინდა, არც სხვაზე ნაკლებად დაგეგმა, არც სხვაზე ნაკლებად გაანალიზა საფრთხე და მიიღო იქედან გამომდინარე გადაწყვეტილება, უკვე საკუთარ თავში გიჩნდება იმისი შეგრძნება, რომ შენ შეგიძლია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე. წერანას გითხარი, დავიწყე მეთქი ისეთ ჯარში მსახური, სადაც 3 წვერი ფორმა ჰქონდა და რა ვიცი. ბატინკი მეცვათ, კალოში ვერ გამეგვი ისეთ ფორმა ჰქონდა, მაგრამ აი ვიზუალურსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ კარგად ჩაცმული ნორმალური თავჭურული ადამიანი, რომელსაც ნორმალური იარაღი უკავია
თავისი პირადი დაცვის საშუალებების იმედი აქვს, რომ რაღაცა მოხდეს და უშუალოდ რამათქვია გამოფინდეს სანამ რეაგირებად მოვასწრებ ჯავშანში მოხდება. არ გამხრატავს და ის გააჩერებს. ის რომ ჩემ გვერდზე მდგომს აქ იმისი პირველადი დახმარების პაკეტი რა ყველაფერი დამეხმარება. მით უმეტეს იცის როგორ უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, როგორ უნდა დამხაროს, როგორ უნდა გამიყვანოს. უკვე გიჩნდება იმის შეიძლება რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია. შენს თავში უკვე წამოწევ როგორ ვთქვა რა არც გაამაყება ცუდი სიტყვა, მაგრამ რაღაც ვარიანტში გაამაყებული ხარ, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია. ამ სიტუაციას არ შეიძლება სიამაყე. ანუ და ამ პარტნიორობა, მაგრამ ესია რა. ის რაც გაშლილი დადიხარ, რომ შენ შეგიძლია. ის რაც შენ აღმოაჩინე, რომ თურმე არავიზე ნაკლები არა ვართ. დაინახე თუ არა მაგალითად აი იმ სხვა ქვეყნის ჯარისკაცებშიც იგივე ამბავი, რომ თურმე ეს ბიჭები ჩვენზე ნაკლებები კი არა, შეიძლება ჩვენზე მეტნიც არიან, ხო რაღაცეებით. კი, ერაყში პირადად ამ მქონია ამერიკელებთან ერთად ან სხვა უცხოელებთან ერთად საბრძოლო დავალებები, მაგრამ ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ვიწევდა ამერიკელებთან ერთად გასვლათ, უნდა ნარკოტიკის ამოღებაზე, იარაღის ამოღებაზე, სადაც აი მანამდე ვიცოდი რომ ამერიკელი ენდება მხოლოდ ამერიკელს. ანუ იციან რომ მერინი ენდება მარტო მერინს, რა რომ იციან რომ ერთმანეთს გამო ყველაფერზე წავ. მაგრამ რაღაც სიტუაციები რო შეიქმნა, დავინახე რომ მერინი მოტრიალდა და ჩვენს მხარდამხარ ისე წამოვიდა როგორც თავის დანაყოფი ჯარისკაცთან რა. იმიტომ რომ საბრძოლო სიტუაციაში ვერავინ ვერ გასulis რა მოხდება. შეიძლება გაიფანტო, შეიძლება გადაჯგუფდე. ანუ იმდენად შეთანხმებულად მუშაობდით და იმდენად სწორად მოქმედებით, რომ ჩვეულებრივ თვალდახუჭულები გვენდებოდნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის დანაყოფი, როდესაც იყო მაზარი შარიფზე და გერმანელების არ მახსოვს საკონსულო იყო თუ რაღაც პრობლემაში მოყვა, სანამ სები მივიდოდნენ, ბიჭებმა იმდენად სწრაფად იმოქმედდეს, რომ იქ მისულებს უბრალოდ ის გადარჩათ, რომ ეს ხალხი აეყვანათ და წაეყვანათ. ანუ არაფრით არ აქვს სხვაზე ნაკლები, რა თუ მაგრები არ აქვს. გერმანელებს სხვადასხვა ფილმი გადაიღეს მაგაზე, რომელიც ჩვენ მაყურებელს საერთოდ არ უნახავს. არ ვიცოდი ამ თვითონ გავიგე შენ. მახსოვს მაშინ რომ დიდი საგაზეთო გამოხმაურებები იყო, ინტერნეტ პორტალებში ძალიან დიდი ამბავი იყო, მაგრამ ფილმზე არაფერი ვიცი. გეგმობენ მაგას და მაქვს პატივი რომ ვიცოდე და მეგობრობდა ბევრთან. ხო, მათ თავდადებაზე, უბრალოდ იმ რეაქციად რა რეაქციაც გამოიჩინეს, მაშინ ძალიან ბევრი საუბრობდა. საერთოდ საქართველოში ყავს აწუყა ყოფილი სამხედრო, რომელიც საკმაოდ იშვიათი მედლით ამერიკელების მხრიდან სიმამაცისთვის არის დაჯილდოებული. ჩემი მეგობარია და მართლა ვამაყობ იმით, რომ ჩემი მეგობარია. ეგ ჩვეულებრივ ეგ წნარი შვიდი ტიპია, რომელმაც თავისი საქმე იცის ხუთიანზე, შეასრულა ხუთიანზე. იგივე ჰელმანდში. გიორგი, სად დაიკარგა ეს თვითდაჯერებულობა და როდის? თუ დაიკარგა იქაც? დაიკარგა. დამარცხებული სინდრომი გავიჟინეს თავში. მაგრამ მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ რა. ქართული ჯარის ძირითადი პრობლემა არის განათლება და შიში. შიში განაიმის რომ რაღაცას ვიღაცაში. სიახლის მიღების შიში აქვს და განათლების პრობლემა. რეგიონში ვიყავით პირველები, ვისაც ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატები. ებრაულის კაილა კორები. მე თვითონ ვიყავი ამის ოპერატორი 8 წელი. ერთ-ერთი პირველი ქართველი უპილოტო ოპერატორი ვიყავი რა. ამას არც ომბარსი შტატი მომიწია და დაზვერვას მოგვწევს, დაზვერვაში ვიყავ. მაშინვე გაჩნდა იმისი იდეა, ახლა მაშინ 5 ქვეითი ბრიგადა იყო და артиллерიის 2 ბრიგადა იყო, საიდანაც ვიყავით 4 ადამიანი მსვლელი. პირველი ფრენებისას გაჩნდა იდეა, რომ ბიჭო, ამისი артиллерიის ამითი ამოწყობილობით რა საფრენი აპარატი, артиллерიის წესები ლაივში კოლექტირება შეიძლება. დავჯექით, მოვიფიქრეთ ეს მოსაწევ ადგილას ნათქვამი რო არ ყოფილიყო, დავწერეთ როგორ უნდა გაკეთებულიყო რა ყოფილიყო, მივიტანეთ საჭირო ადამიანებამდე და უბრალოდ დავწინეთ, რომ ძალიან ბევრ ბოევიკებს უყურეთ ბიჭო. როცა ამას რეალურად აკეთებდნენ და სულ რაღაც 10 წლის შემდეგ აზერბაიჯანს მომხდეთ, ჩაუტარა ოსტატის, რასაც ჩვენ მოხდით რა. შიშის თუ სწორად მოხდეს 5 ფაქტორიდან ერთ-ერთი არის უცხო შიში, სიახლის შიში. აი ეგაა პრობლემა რა. ჩემზე მდგომი რა იტყვის, რა სიტყვის. ჩვენი პრობლემა არის კიდევ ის, რომ ვერ ჩამოყალიბდა სამხედრო ფენა როგორც კასტა. არ უნდა ხუნტა უნდა გახდეს და რაღაც მართლობა იყოს, არა. ოფიცერი როგორც კასტა ვერ ჩამოყალიბდა, სერჟანტი როგორც კასტა ვერ ჩამოყალიბდა, ჯარისკაცი როგორც საპატიო პროფესია ვერ გახდა. კი, იყო ამის ინსტიტუტი. ამას მარტო ჯარი და ჯარის სისტემა არ უწყობს რა. გარეთაც რატომღაც მიიჩნევა თუ ხარ ჯარისკაცი ხარ გაუნათლებელი.
და პირადად მქონდა იმის პრობლემა, რომ ერთ-ერთ სუფრაზე სადაც პეროგაყრილი და სარკეში საუბარ დამოყენებული ტიპები იყვნენ, დამცინავად მკითხეს, როგორ შევძელი, რომ galaktionze თქვი, რომ აი მეთქი ესეა ხო რა. ანუ მიყვარს მე ვასება კითხულ, რა დიპლომი არ მაქვს, რომ მეც ვსწავლედი ჯარში, მაგრამ კითხო ხო შემიძლია. ანუ ესეთი აღქმა აქვს საზოგადოებრივ თუ ჯარისკაცი ხარ ითვლი სამამდე ასრულებ ბრძანებას რა. განათლების პრობლემაა ზოგადად. განათლებას არ ამბობ, ვიღაცა დიპლომი ქონდეს რაღაცა. სოდნის პრობლემაა რა, სიახლის მიღების პრობლემაა, სიახლის ვერ იღებენ და საკუთარ თავზე გადაწყვეტილების აღება უჭირს უყურეს. იმიტომ რომ ის რას იტყვის, არ ვიცი ის ვინ არის ზემოთ, იმის ზემოთ, მაგრამ სანამ ქართულ ჯარში ინიციატივას გამოდედოფლება ექნება არ ვეხმარ იმის ასეთ მაინც გასეძახია, არაფერი არ შეშურება. აი მან დაიკარგა, რომ ინიციატივის გამოჩენა გახდა, რავია, გამოდედოფლება, მოდი ესე ვთქვათ, ესეც უძახიან ხოლმე შერბილებული ვარიანტი. და მან დაიკარგა ის, რომ მე ჩემი თავის მქონდა დავკარგე, ერთხელ მოვედი მეთაურთან და უთხარი დავუშვათ, რომ აი ამის ესე გაკეთება ჯობია. მეორედ მივედი და მითხრათ, რომ მოდი რა, ეგ არ წერია წესდებაში. ის წესდება კი წერია, მაგრამ იქნება უკეთესი სიტუაცია ეს იყოს. არ გეუბნები, რომ საყარაულო წესდება შეცვალა ჩემო, მაგრამ ქმედება ხო შეიძლება. აი რასაც ჯონქაძე ამბობდა, რომ ქაღალდომანია მიდის რა, გრაფომანიაა ჩვეულებრივად. თუ წერ მაგალითად. ამ თვით დაჯერებულობის დაბრუნება შეიძლება? მაგრამ სანამ მაგას ვიტყვით, მანამდე უნდა გკითხო აუცილებლად, რომ აი ამ მოცემულობაში, როცა არც ერთობლივი გასვლა არის, უბრალოდ ოპერაციების აღარ არის საერთაშორისო, ხო ეს ერთობლივი, მაგრამ ნუ საერთაშორისო სწავლებები იდეაში არსებობს. მაგრამ როცა მოკავშირეები არ არის, როცა ბევრი ესეთი სწავლება არ არის და ისევ მარტო რჩევი საკუთარ თავთან და სარკეში იხედები, ეს თვით დაჯერებულობა კიდევ უფრო შორს მიდის? კარგავ იმას, ანუ სიახლეებით მიღებას რომ კარგავ, საკუთარ წრეში ვიხარშები, ვეღარაფერ სიახლეს ვეღარ ღებულობ რა. აი მაგალითად ჩემინება რომ იყოს მთელ დეპარტამენტში შეგვიდი, რომელიც დაждდებოდა და უკრაინის ომის თემაზე იმუშავებდა. იმიტომ რომ უკრაინის ჯერ აზერბაიჯანს ომხეთის ყარაბაღის ომმა და მე უკრაინის ომმა საერთოდ შეცვალა ომზე ჩვენი წარმოქმნა. ესე იყო, ანუ ომის ძირითადი დამხმარე ძალა იყო артиллерია და ტანკი. მე შედიოდა ქვეითი. შეიცვალა საერთოდ, აბსოლუტურად შეიცვალა. ამ თვითონ გამოჩნდა რომ რაღაცა პატარა 300 გრამიანი პლასმასის ჩიტები გაიჭდა, რომელიც აჩერებს მთელ ფრონტის ხაზს. და შეიძლება ერთი ნერდი, რომელიც გუშინ ყავიჩი გიქრიჭდა და კოლობუს თამაშობდა სერვერზე, დღეს დაიჭრას, დაიკავოს ხელში ჯოისტიკი და 20-ული გააჩეროს. იმიტომ რომ იმას უკეთესი სკილები აქვს. ის სკილი რაც დღევანდელ მოჭირდება, არ ვიცი ახლა შემდეგ როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი და რას მოარგებენ სამხედრო მოაზროვნეები, დოქტრინებს როგორ გადაწერენ, რეალობაში ხედავთ იმას, რომ სათვალიანი ტიპები აჩერებენ ტიპებს, რომლებიც ელიცხოვრება ავტომატს და პილოტებს დააწყებენ. აი, ამ ყველაფერზე მუშაობა უნდა მიდიოდეს, მე ახლა არ ვიცი შიგნით რა ხდება სამინისტროში და გენერალში, მაგრამ კარგად ვიცი რა ხდება დანაყოფებში, იმიტომ რომ დიდი ხანი მიმსახურე და ყველგან მყავს. მეგობრები ვისაც საუბრები ვის არის, ვინც თავის გულის ქივის მეუბნება, რაღაცას ვეკითხები, პასუხობენ. აი, ამის თუ მინდა რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ, ხო? რაღაცა პლუსი უნდა გქონდეს რა. თავდაჯერებულობა იღებ მაშინ, როდესაც რაღაცას აკეთებ, როდესაც დარწმუნდები, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია. და მე თუ რამე ახალი არ ვისწავლე, რაში უნდა დავზრუნდე. ის 40-დან 40-ის მორწმა ჩასაფრელის როლების აქამდე შემეძლო და 10-ით შემეძლება, მაგრამ რაღაცა სიახლე ხო უნდა მომცე, მარტო ის ხო არ არის გამიყვანო პოლიგონზე 20-10 სისტემით მასროლინო 100-200-300 მეტრზე და ვსვით ხო მაგარი ბიჭი ვარ. ეგ ხო ნიშნავს, რომ ჩემი განვითარება გაჩერდა, დასტოვდა. თავდაჯერებულობის დაბრუნება ჯარისთვის შეიძლება მაშინ, როდესაც ჯარისკაცი იგრძნობს იმას, რომ საჭირო ტიპია ამ ქვეყანაში. უბრალოდ გადასახადის გადამხდელი კი არა, რომელიც სადღაც საწყობთან დგაა და ავტომატით იცავს სამუშაოს. და კვირაში ერთხელ მედღევედ გადის და მორიგე სმენა და მორიგე გასულთან იძახის. არა, ეს არის ტიპი, რომელიც ქვეყანას რეალურად ჭირდება. აი ამისი თავდაჯერებაა დაკავებული, რომ ჯარისკაცი ამ ქვეყანას ჭირდება რა. რა უნდა მოხდეს ეს რომ შეიცვალოს? ან როგორ უნდა შეიცვალოს? აი უცებიდან პარადოებიდან ერთი ადგილი უნდა აწიო და ჯარისკაცთან ერთად ტალახში გაიარო. აი მაგისი ავანჩავანი და ანაბანი. უბრალოდ უნდა აწიო გაზოლუქებული საინდომები, გადმოიტანონ და რიგითთან ერთად ტალახში გაიარო. იმიტომ ტიპებმა მიიჩნეს, რომ
ის მეთაური კი არ არის ბოსია. მეთაურ და ბოს შორის დიდი განსხვავება, ლიდერს და ბოს შორის ძალიან დიდი განსხვავება. ბევრი კითხვა თუ არ ვყავთ, უბრალოდ შეუძლიათ რომ იმდენში დაგუგლონ და იმდენ მე სამომკვლის მაგაზე რომ შეხედავენ რაღაცა. 2006 წელს ხო დაწერა სუნძი ომის ხელოვნება. აი აქ ახალ პერიფრას ვერ მოვაკეთე, მაგრამ ესეთ რაღაც ამბობს რომ ჯარისკაცი აფასებს სარდალს, რომლის მადლობაც დამსახურებულია და რომლის დაჯაც სამართლია. და ამ სარდალის გამო ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ. ჩემი ნება რომ იყოს პირადად აკადემიაში სამაგიდო წიგნად ვაქცევდი სუნძის ომის ხელოვნებას. და არა რაღაცა დადგმას აღმაშენებლის ქორწილზე და აგრად მესამის გალაშქრებს. განათლებაა პრობლემა რა. სანამ არ მოყოლება განათლებული საკუთარ თავში დაჯერებული ოფიცრები, რომლებიც პარკეტის გარდა ტალახშიც დადიან, არაფერი არ უშველა. ეგ თავდაჯერებაც რაც აი ჯარმა მოიტანა და ჯარში იყო დაუშვა თუნდაც 2007-8 წლამდე. იმიტომ იყო რომ ჩემი მეთაური სანამ მეტყოდა რომ აი აქ უნდა ვიხოხოთ, აი იქ უნდა გავიდეთ, აი ეს ტალახი უნდა გავიაროთ, ვიცოდი რომ იმას გავლილი ქონდა და ჩემთან ერთად კიდე მოდიოდა. ის იყო მეთაური. ის არ იყო ზემდგომი. ზემდგომი ხარ, მაშინ როდესაც უძახარ რომ ოე ბიჭებო მიგება ის გააკეთეთ. მეთაური ხარ, წამოდი ბიჭებო გავაკეთოთ. აი როგორ თითქოს ბევრი და იბრძოლეთ არ არსებობს და მარტო მომყევით არსებობს. ხო, ანუ ძანება არის მომყევით, წადი და შენ ეს გააკეთე არ აქვს. ანუ ნება. ხო, ჯერ შენ უნდა გააკეთო, მე ეს ხოს გააკეთებინო რა. აი ეგ დაუბრუნებ ჯარისკაცს იმ თავის წმენასაც, იმის წმენას დაუბრუნებს პირველ რიგში, რომ საჭირო ტიპია. აი ეს პატარა ჯანჭიკია წერანაც ვთქვი, რომელიც დიდ მექანიზმს ფოქავს. არა ის რომ რაღაცა ასეულოს მენა დაიძახოს და საიარავო ოთახს უყარაულოს სრულად უფუნქციოს. და როგორი სისტემის ნაწილი უნდა იყოს ხა შენ თქვი ხო არაერთხელ აღნიშნე და საზოგადოების ვერთვის საზოგადოება რაღაც საზოგადოება საკუთარ სხეულის ნაწილად ხო არ ვიცი საზოგადოებას უნდა შეეცვალოს აზრი რა საზოგადოებას უნდა შეხედოს რომ ესენი ვიღაცა უბრალოდ ჭერილი ტანსაცმელი ჩასული ბიჭები კი არ არიან ეს ბიჭები არიან როდესაც ტერი კარიბჭესთან ჰანიბალის დროს რო იძახოდნენ და მაშინ გამოიძახეს ლეგიონები, მასე კი არ დაჭირდება და ის ლეგიონი და ის ტერის შენ კარიბჭესთან ეს არის ხალხი, ვინც ულაპარაკოთ, უსიტყვოთ, გამოვა იმ თავის ყაზარმებიდან, წავა და შეეცდება რომ მოწინააღმდეგე გააჩეროს. მოკლას ან მოგდეს. ეგ არის ჯარისკაცები ვარჯიშობენ, ცხოვრობენ, არსებობენ იმ ერთი დღისთვის, როდესაც საკუთარი სიცოცხლე ჭირდებათ. ყველა ის თავისი ნასწავლი ჭირდებათ, ხო? აი მაგამდე უნდა მივიდეს რა. აი არსად არ მინახია მაგალითად პირადად მე შემხვდა ბიჭი რომელსაც ავღანეთში ფეხი აქვს მოწყვეტილი და როდესაც უთხარ მადლობა სამსახურისთვისაც არ ვიცნობ იმიტომ რომ არ იყო ჩემ დანაყოფში პირადად არ ვიცნობ და გავიგე ვინც იყო უბრალოდ უთხარ მადლობა მოსავთის გაუკვირდა ანუ არ არსებობს ვეტერანის დაფასება ამას ხედავს იმ ვეტერანის მეზობელი ბავშვი იმ ვეტერანის შვილი ვიღაცა შემთხვევით ქუჩაში გამოდები რა არა მაქვს საუბარი ვეტერანის ვიღაცა ვარდები უნდა აჩქოს გზაზე და ტაშები და იმები ჩაქვენ ელემენტარული დაფასება იმის რომ ვეტერანი არის ადამიანი რომელიც უბრალოდ ადგება და პირველი დაძახის სადაჭირება პირველი საფრთხის შემთხვევაში წავა ის სადაც საჭირო ჩართვით დადგება იმ საქმეზე რაც იცის ესევე არიან ის ბიჭები ვინც ამ თუთას მსახურობენ ულაპარაკოთ უთქმელად დიდი პატარა მსუქანი გამხდარის უყველა ადგება ნებისმიერი წმენის პოლიტიკური შეხედულებების სქესის მივლენ და გააკეთებენ შეეცდებიან რომ გააკეთონ ყოველ შემთხვევაში აი ამისი შეგნება არ არსებობს საზოგადოებაში. ჯარი პოლიტიკოსებს ახსენებენ მარტო არჩევნებზე. აგერ სამწუხაროდ ბატინკი ქონია და ან რაღაცა კომისიის დროს. ან რაღაცა კომისიის დროს ექიმებს ჯარი ახსენებენ მაშინ რომ ეს არის ხარ დაზღვევით. ასე ეგ არა. მეტი არავის ამ ქვეყანაში უბრალოდ რა ვიცი. ალბათ ყველაზე სუსტი ჯარი ყავს რეგიონში. ამას ჩემი პირადი შეხედულებით ამბობ. ჩვენი თავდაცვის ციკლები ამბობს, რომელიც საიძებდეთ. мотивация ნულზე აქვს დაყვანილი იმის გამო რომ შეუძლებელია დღეს 1700 ლარად საიდანაც კიდე გიკავდება საშემოსავლო ადამიანმა შეინახო ოჯახი ამას ვამბობ მე თვითონ ადამიანი რომელმაც ამნიჭები იმსახურება 18 წლამდე იმსახურება ცოტა არ არის რა ვიცი რასაც ნიშნავს და ორი შვილი მყავს მე თვითონაც ოჯახი მყავს
არა იშვიათია ჯარისკაცი, რომელიც ელემენტარულად არ არის ბანკის ვალი და მე ხელფასის ნახევარი მიდის იმ ბანკის ვალში. არანაირი ბენეფიტი დამატებით არ არსებობს. პლუს ამას ძალიან ბევრი უაზრო შეზღუდვა აქვს. არ ვიცი, კანონმდებლობის დონეზე, არ ვიცი, ვიღაცის ხუშტურის დონეზე, რაც ჯარისკაცს ელემენტარულად უკლავს ყველანაირ მოტივაციას. აი რატო 21 საუკუნის 2025 წელს რატო არ უნდა შემეძლოს, რომ მე როგორც ჯარისკაცს მქონდეს ტელეფონი. პირადად ჩემმა მეგობარმა, ჩემმა მეჯვარემ მეორე დღის საღამოს გაიგო, რომ ოჯახის წევრი დაეღუპა. აი მაგ უაზრო კანონის გამო. იმიტომ რომ რაჭაში ვიყავით სადღაც სწავლებაზე ათრეულები და რაციაზე არავინ არ გადმოცა ეს ინფორმაცია, ტელეფონი არ ვიცოდი. არ გაქვს ტელეფონი. გამოდიხარ და არავინ არ ახარ საერთოდ. ხარ ჯარიდან დათხოვნაში გამოსული ბიჭების უმეტესობა არის გლოვოსკურიერი, არის ტაქსისტი. პირადად მე ვყავ რამოდენიმე მეგობარი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, განწესიდან მოხსნილი ხალხი იგის და მშენებლობაზე მუშაობენ ნანგრევების გატანაზე. და იმიტომ ვიძახი, რომ ჰაილუქსებიდან და პრადოებიდან უნდა ამოიღონ ერთი ადგილი და შეხედონ რა ხდება რეალობაში. იმიტომ რომ ჰაილუქსი და პრადოში რო ზიხარ, ხო? მაშინ არ გენაღლება არაფერი, იმიტომ პრემიაც კარგი გაქვს, ხელფასიც კარგი გაქვს, აგერ მანქანა გემსახურება საწოლში თანხა არ მიდის. სახელმწიფო რაღაცა ბონუსს და ბენეფიტს კიდე გაძლევს და ის უბრალოდ იგივე ვის გამოც შენ წოდება გაქვს და ვისი ოფლიტად შენ წოდება მოიპოვე, რას აკეთებს უკვე? უბრალოდ ერთეულია რა ასანთის ღერია, რომელიც არ გაინტერესებს. ისიც ჩამწვარი ასანთის ღერი. ახალ ასანთის ღერი კიდე ან. ახლა თუ მეთაური SMS-ს რომ მე როგორც ჯარისკაცს რა უნდა მოთხოვ მაღაზიის გამყიდველ მე ნათია დეიდას ან ჯუმბერაძიას, რომელიც საზამთროსების უბანში. იმათ საერთოდ არ ინტერესებს მე ვინ ვარ. აი ეგაა რა პრობლემა, რომ ჯარში მართველი რგოლი და ჯარი ამ შემთხვევაში გულისხმობ დაბალ წოდებას, იგისიდან დაწყებული სერჟანტი დამთავრებული, ძალიან არის ერთმანეთს დაშორებული. ერთმანეთს ხდებიან მარტო კლასი ან საკლასო ოთახში. დანარჩენი რა ვიცი, ისინი არიან თბილად, ისინი არიან ცივად. ეგ რა პრობლემა, მაგან დაკარგა ის თავდაჯერებას, რასაც შენ ამბობ, მაგან დაკარგა ის საჭიროების განცდის თავდაჯერებას ბადებს, საჭიროების განცდის შეგრძნება მეთოდით. ხო, საჭირო თუ არ და თუ გჭირდები რაღაცაში, უკვე თავდაჯერება მემატება, ნახე ამ კაც გჭირდები, ესე იგი ჩემი იმედი აქვს. ამას თუ ჩემი იმედი აქვს, მე როგორ არ უნდა მქონდეს საკუთარი თავის იმედი. საჭირო ტიპი ვარ ესე. მაგის განცდა ნულია დღეს დღეისობით ქართულ ჯარში. ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩვენთან ან სიცხვილე იქნება, ან მოღალატეობა. არა ვარ დათმობილი, რომ ვიღაცა მოღალატეს აწმიძარებს, მაგრამ არ ვარ. თუ სიმართლეს ვამბობ, არა ვარ მოღალატე. ეგრეა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ არის მარტო ერთი ნახევარი საათის სასაუბრო, მთელი ჩვენი ცხოვრება ზუსტად ამ საქმის მომსახურებით, რომ მეტი ინფორმაციაც მივაწოდოთ მოსახლეობას, რაღაცნაირი ცნობიერების ამაღლებაც მოხდეს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვერ იზრდები, ანუ სადღაც ეს მუხრუჭები მუდამ გვხვდება და მუდამ გაბრუნებს უკან და მეტი ძალისხმევა გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ის ბარიერები გადალახო, მაგრამ ჯერ არ გადავლახავს და გავალთ. მედია დროებით